ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 წლისაა. იუბილე უნივერსიტეტმა 16 ივლისს ლისის ტბაზე მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნა. ტერიტორია სხვადასხვა ზონად დაიყო. ლიგამუსის ზონაში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე უნივერსიტეტის იდეა. მოხსენებით გამოვიდნენ ილიაუნის პროფესორები ლევან გიგინეიშვილი, გიგა ზედანია, გიორგი მაისურაძე, ნინო ფირცხალავა და ემზარ ჯგერინაია. პროგრამა გათვლილი იყო ყველა ასაკის ადამიანზე. მოწყობილი იყო საბავშვო ზონა, სადაც ანიმატორები პატარების გართობაზე ზრუნავდნენ. ილიაუნის მკვლევარები და სტუდენტები სახალისო მეცნიერების ზონაში ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ღია ცის ქვეშ ილიაუნის თეატრმა თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით საბავშვო სპექტაკლი ბაბუას გზავნილი გამართა. ღონისძიებაზე გაიმართა იუნიმარკეტის ილიაუნის 32 წლის თანამშრომელი მარი ბურდულის სამკურნალოდ საჭირო თანხის შესაკრავებლად. გასაყიდი ნივთები როგორც ილიაუნის ლექტორებმა, ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა ადამიანებმაც გამოიტანეს. 10 წლის იუბილეა ილიაუნის და ლისის ტბაზე ღონისძიებები მოაწყო თავის სხვადასხვა ინსტიტუტებთან ამაში ჩვეულებრივ ყველა ინსტიტუტია თავმოყრილი ილიაუნისში არის. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუსრულდა 10 წელი. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ღონისძიება. მრავალფეროვანი პროგრამა გაგრძელდება პირველ საათამდე და ველოდებით ყველა მსურველს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ამასთან ერთად წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის კურსდამთავრებულები ყავს. სწორედ 7 საათზე მაგისტრები და ბაკალავრების გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. ეს არის ილიაუნის დაბადების დღე, ულოცავ ბავშვებს, რომელსაც დაამთავრეს უნივერსიტეტი. დღეს გვაქვს აყრად, ძალიან ბედნიერები ვართ. ღონისძიების ბოლოს ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვების საღამო გაიმართა. სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ მიულოცა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულების ქუდების ცაში აღრეთ დასრულდა.